ძალიან დავიღალე დედიკო. მოვედი, ძალიან დავიღალე დედიკო, ისეთი დაღლილი ვარ, შენ როგორ ხარ, ჩემო შვილო, ჩემო პატარა. რა ხდება, დედა? რაღაც მინდა რომ გკითხო. შემხედე? რა ხდება? რაღაცა მოწყენილი ხარ, ხო? არა, ისეთი არაფერი. არა, დაელაპარაკე დედასაბა რა ხდება, მოდი მოუყევიაბა. რა, დედა? ერთი შეკითხვა მინდა რომ დაგისვა. კი, დედა, კი, რა ხდება? დედა, მომეცი ხელი, ხო? აი, გოგო და ბიჭი რო საძინებელში ხო, დე. მე რა ხდება? დედა საძინებელი შვილო თვითონ რა ვიცი სიტყვას დაუკვირდი და მიხვდები ანუ საძინებელი ნახე დაფიქრდი საძინებელი რას გეუბნება საძინებელი ანუ დედა იცი როგორ ხდება ანუ სასადილოში ხო სადილობ შვილო ანუ საძინებელში რას გავაკეთებთ ვიძინებთ ხო აი სიტყვას დაუკვირდი ნახე ანუ შედიან იძინებენ და რო გამოიძინებენ კარგად გოგო ორსულდება და შვილი უჩდებათ? დედა შვილო რა გჭირს? რა სისულელებზე მელაპარაკები? ჯერ 35 წლის ხარ და როგორ შეიძლება მასეთ რაღაცებზე ლაპარაკი დედა? ჩამოშორდი დათუნას. ეხლავე. დედა რამდენჯერ გითხარი რომ ორსულობა არ არსებობს საერთოდ? ნახე, არ არსებობს, არსად არ წერია ეს. აბა ჩვენ ქუჩაზე რო სამშობია რო სახლია ეგ რა არის? მან რა ხდება? სამშობია რო დედა სამშობია რო თვითონ ნახე სიტყვას დაუკვირდი სამშობია რო სამშენებლო კომპანია ანუ სამშობიაროში სამშენებლო კომპანია მუშაობს შეაქვთ სამშენებლო მასალები და იქ აკეთებენ რემონტს სამშენებლო არ მატყუებ? არა დედა რა სისულელია რას გატყუებ კაცო რეებს ლაპარაკობ შენ კარგი მაშინ პირდაპირ გკითხავ და არ მოდი დედა მკითხე მოდი მითხარიება რა გინდა კიდე რა მე როგორ გავჭდიდე დედა 1000 ჯერ ხო ვისაუბრეთ ამაზე არა შენ წერო მოგიყვანა აბა ჩემ მეგობარ დათუნას რო უთხრეს მშობლებმა რომ კომბოსტოში გიპოვეთო ვაიმე დედა დათუნას მშობლები არიან ვეგეტარიანელები და მაგიტომ და ჩვენ ვართ გურმანები და ამიტომ შენ წერო მოგიყვანა ანუ არ მატყუებ ხო? არა, დედა, რას ქვია, გატყუებ, შვილო, ვისთან გაქვს ურთიერთობა, გამაგებინე. რა არის, რას გავხარ, საერთოდ რა კითხვებს მისვავ, გამაგებინე. ერთხელ იყო რომ მამაშიმა მაკოცა, მეც ვაკოცე და მე წერომ მოგვიყვანა შენი თავი, საყვარელი პატარა. ანუ გუშინაც რო გაკოცა, კიდე ახალ პატარას მოგვიყვანს? არა, დედა, მომისმინე, ახლა გუში რომ მაკოცა, ის ფოტოები არ გადამიგზავნია დედა წეროსთვის და შესაბამისად არ მოგვიყვანს. არა, მე მგონი მაინც რაღაცას მატყუებ, იმიტომ რომ მე ინტერნეტში ვნახე, რომ საქართველოში ბინადრობენ მხოლოდ რუხი ჯიშის წეროები, რომელთა სიგანი არის 90-დან 155 სანტიმეტრამდე და მათ შეუძლიათ მხოლოდ 1 კილოგრამის აწევა და თქვენ მითხარით, რომ მე მომიყვანეს 2 კილო და 800 გრამი. ეხლა მომისმინე შვილო რო გეუბნები, რომ ესე იგი წერო მოგიყვანა თქო, ესე იგი მართლა წერო მოგიყვანა. მაგრამ ერთმა კი არა, შენ შემთხვევაში ორმა წერო მოგიყვანა, ესე კალათაში იჯექი, ფეხები ესე კონდე, ისე საყვარლად როგორ მახსოვს, გადმოშვერილი ესე და მოგიყვანის, ესე მოგიყვანის და კარებთან დამისვი შენი თავი. ანუ ორმა წერო მომიყვანა? ხო. და საერთოდ კი არ მიფიქრია ის. ხო, დედა, მე რა არის ეს რა უცნაური კითხვები გაქვს. ხო, ცოტა გავიზდებით და ყველაფერს გავიგებთ მე. ჯერ პატარა ხარ მაგისტრის. წავედი ახლა ვახშამს გაგიმზადებ და ჭკვიანად იყავი შენ. არ გაეკარო იმ დათუნას. რას ქვია კაცო ამასახში ეს? ესეთი უცნაური კითხვები. სასწაული. ხო, ნინიკო. ხო. მართალი ყოფილვარ მე რასაც ვამბობდი. ხო. არა, სექსის შემდეგ არ ჩდებიან ბავშვები. არა, მე რასაც გეუბნებოდი ეგრეა. ხო, ნუ რა ვიცი ხა, მუცელი რა ვიცი, მე ეთყობა ბევრი ჭამი.